გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ევროკავშირში განიხილეს საქართველოს რეზოლუცია კონკრეტული ევროპარლამენტარები ისევ სანქციებს, იზოლაციასა და მზიაამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაწილი კი ამბობს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა და მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის ჟურნალისტს ყველა ქვეყანაში დაიჭერდნენ. ასევე ამბობენ იმასაც, რომ ევროკავშირის მიზანია მოიშოროს საქართველოს ხელისუფლება. ამას როგორ შევაფასებთ? ხო, ცხადია, არსებობს ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვის არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა. რეალურად რა ხდება, ხო? საქართველო აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელისშემშლელი მომენტები, კონკრეტულად განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული, თუმცა არიან ისეთი ადამიანები რეალურად, ვინც ხედავს თუ რასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, ვინც საუბრობენ სიმართლეზე, საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს უფლება ხელი აწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს სტატუსი, რა თქმა უნდა, დანაშაულს ვერ აღუდგება როგორც ფარად, ვინც არ უნდა იყოს ეს პოლიტიკოსი იქნება, ჟურნალისტი, ბიზნესმენი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორ უფლებიანი. კი ბატონო, ბრიტანეთის საელჩო, რომელიც გრანტის მიცემას აპირებდა მომავლის აკადემიისთვის და მოიხსენიებდა მას ობიექტურ დამკვირვებლად, დღეს განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ აკადემიამ თავისივე განცხადებით დაადასტურა, რომ ობიექტურობისგან შორს არისო და განცხადებაში ცალსახად ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლება მათთვის რუსული რეჟიმია და კანონმორჩილებას არ აპირებენ. ანუ ამ ფონზე საელჩოს განცხადებები რას ემსახურება? ხო, გაუგებარია, ცხადია აიბლანდნენ თავიანთ ქმედებებში, გადაწყვეტილებებში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ არავის არ ვმტრობთ და არავის არ ვერჩით. მით უმეტეს თუნდაც ბრიტანეთის საელჩოს. ჩვენ გვინდა ერთი რამ, ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ შალვა პაპუაშვილის მხრიდან, ხო, გაესაჯაროებინათ, თუმცა თუნდაც გადმორიცხული თანხები ვის მოხმარდა, რომელ ორგანიზაციებს და რა კონკრეტულ პროექტებში დაიხარჯა. დღემდე არ არის გასაჯაროებული. ჩვენ ხო ვამბობთ იმაზე, რომ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი და გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. შესაბამისად, ჩვენც ვითხოვთ გამჭვირვალობას, მით უმეტეს ეს არის ოფიციალური წყარო საელჩო, ხო? და ვის აფინანსებს და რა კონკრეტულ პროექტებში ეს უნდა იყოს საჯარო ყველასთვის. დიდი ბრიტანეთის საელჩო ასევე სახელმწიფოს ჩვენს ქვეყანას მოუწოდებს, რომ ეუთო ოდირი ჩაერთოს თვითმმართველობის არჩევნებში და გაითვალისწინონ ყველა მისი რეკომენდაცია. ხო, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა გუშინ განმარტება და კიდევ ერთხელ მეც მინდა გავიმეორო, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია დამოკიდებულება პირველი იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ იცით, რომ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო ოდირი, მათ წარმოადგენს შესაბამისი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და გვახსოვს მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზან-მიმართული კამპანია აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ეუთო ოდირს, არაფრად აგდებდნენ და დღესაც გრძელდება ეს მათ დასკვნას, ფეხქვეშ გათელეს ფაქტიურად, უამრავი ცილისწამება, უამრავი შეურაცხყოფა, ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია. თან პრაქტიკასაც თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკებსაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არასდროს და არსად არ ხდება მოწვევა ეუთო ოდირის თუ არ ჩავთვლით რაღაც განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებში. შეიძლება ამაზე ერთ კითხვას დავსვავ. გარდიანზე გამოქვეყნდა. კაი, ჩაიგეთ არა. ჩაგიკითხებით ხო რა. ესე იგი 2021-შიც, 17-შიც მანამდეც მუნიციპალურ არჩევნებში სულ აკვირდებოდა საქართველოში არჩევნებს და რატომ უშვებთ ახლა გამონაკლის? იმიტომ რომ პირიქით ეუთო ოდირის დასკვნაზე ვინმეს თუ რაიმე უთქვამს, თქვენ გარდა ბატონ კახა, ყველა ამბობდა რომ ეს კრიტიკული დასკვნა. იმიტომ რომ ის
საუბრობს მართალია კონკურენციაზე, რომ ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, თუმცა უამრავ დარღვევაზეა მითითება, იქ სხვა შორის რეკომენდაციებიც არის. ნახეთ, დარღვევები და რეკომენდაციები არის ნებისმიერ ქვეყანაში. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ არჩევნებს, აი თუნდაც ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ გაქვთ საკითხული ეუთოდურის დასკვნა ამერიკის შეერთებული შტატებთან დაკავშირებით. მე მაქვს საკითხული და ვიცი ზუსტად რა მითითებები, რა რეკომენდაციები და რამდენად მძიმე დასკვნა არის დაწერილი არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ აუცილებლად გავითვალისწინებდით რეკომენდაციებს და ეს მართლაც ასეა, აუცილებლად გავითვალისწინებთ, მაგრამ პრობლემა არის სხვა. დასკვნა, რომელიც დადო ეუთოდირმა, რა თქმა უნდა, იყო იქ შენიშვნები და ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ ვითვალისწინებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაუმჯობესოთ აღნიშნული მიმართულება, მაგრამ მთელი თვეების განმავლობაში მიდიოდა დისკრედიტაციის კამპანია ეუთოდირის დასკვნის მიმართ, არა მხოლოდ თქვენი მხრიდან ჩართული იყო ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მაღალი თანამდებობის პირები და გვახსოვს რა განცხადებებს აკეთებდნენ და ფეხქვეშ იყო გათელილი აღნიშნული. პრობლემა არა ეუთოში, არამედ ევროკავშირშია, რომელიც არ ითვალისწინებს ეუთოს დასკვნას სწორად. არ ვიცი ხა თქვენ როგორც გინდათ ისე შეაფასეთ, მე ფაქტებს გიყვებით და ფაქტებს გეუბნებით თუ რა ხდებოდა აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით. ზოგადად პრაქტიკა მსოფლიოში თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთოდირის მოწვევა არ არის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გონდა მაგალითად 2021 წელი ახსენეთ თქვენ, იშვიათი გამონაკლისი. შესაბამისად, დღეს მაგის აუცილებლობა არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იყო გათელილი. ერთი ბოლო უკაცრავად. აი ამ დასკვნის შემდეგ თუ კი თქვენ ამბობთ, რომ არ ითვალისწინებს დასკვნას საერთაშორისო საზოგადოება, ყველაზე მეტი პრობლემა იყო სწორედ არჩევნებზე თქვენთან დაკავშირებით, რომ ან გამოიძიეთ არჩევნები, ან ახალი ჩაატარეთ და ასე შემდეგ და თუ როცა აღიარებაზე თუ ლეგიტიმაციაზე მიდგება საქმე, თქვენთვის ხომ პირიქით ეს შესაძლებლობაა, რომ ეუთოს დააწერინოთ შესაბამისი დასკვნა ასევე ამ არჩევნებზეც და მეტი არგუმენტი ჩვენ ვის რა უნდა დავაწერინოთ, ჩვენ რა გვისაქმება ეუთოდირთან, რომ მე ვინმეს რამე დავაწერინო, ან ჩვენმა გუნდმა ვინმეს რამე დააწერინო. აი ეს არის თქვენ ნახეთ არჩევნები ისე ჩაატაროთ, თქვენი დამოკიდებულება და მიდგომა უკვე გასაგებია, რომ თქვენ შეგიძლიათ ვინმე საერთაშორისო ორგანიზაციას რაღაცა დააწერინოთ, რაც თქვენს გაწყობს. ლეგიტიმაციას რაც შეეხება, ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. ეგ უნდა გაითავისოთ, გაისიგრძგანოთ, რომ იძლევა ქართველი ხალხი ლეგიტიმაციას, ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი და იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და არა ვინმე გარედან დაწერილი მესიჯებით და გადაწყვეტილებებით. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. რუსეთში არ იწვევენ ეუთოში. საქართველოს იქნება ამ ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნების დროს მოწვეული იქნება და წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ორგანიზაცია. პრობლემა არ არის არანაირი. გარდიანზე გამოქვეყნდა ევროპელი პოლიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. პოლ ტეილორი სტატიაში წერს, რომ კაფეოდ არავინ ახსენებს ნატოს დაპირებას, უკრაინა და საქართველო ერთ დღეს წევრები გახდებიან. ეს რას ნიშნავს მათი ეს? ხო, ნუ ეხა ვიცით ჩვენ დამოკიდებულება გინდ უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც ევროინტეგრაციის გზაზე თუ კი ვინმეს რაიმე წარმატება აქვს და არის მოწინავე ქვეყანა, ეს არის საქართველო. განხორციელებული რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით, თუნდაც საერთაშორისო მისიებში თანამონაწილეობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, ყოველთვის ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიებში წარმოდგენილნი იყვნენ ძალიან დიდი შემადგენლობით და უამრავი მადლობა გვაქვს მიღებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული დამოკიდებულება და რადიკალური დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ან თუნდაც უკრაინა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ ვიცით რა არის ამისი მიზეზი, ამიტომ მე ვფიქრობ საზოგადოებაც ვლება თუ რა არის პრობლემა. ჩორჩანაზეც მინდა გითხოთ, გამოძიება მიმდინარეობს როგორც პროკურატურაში, ასევე გახარია მეორედ დაბარებული კომისიაზე. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი?
მე არ ვიცნობ აღნიშნულ საკითხს დეტალები არ ვიცი, ამიტომ გამიჭირდება რაიმე განმარტება გავაკეთო, თუმცა ის რაც მოვისმინე თუნდაც პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადებიდან, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ელენე ხოშტარია დააჯარიმეს 4000 ლარით, რომლის გადახდასაც ის არაპირებს თქვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ, რომ ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს და ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების დევნას. რას უპასუხებთ? ხო, არ ვიცი, ხა ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები პოლიტიკური, სურვილი აქვთ, რომ რეპრესიებად შეფუთონ თავიანთი დანაშაული, ანუ რა გამოდის? შენ გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი და ფაქტიურად შეგიძლია ყველაფრის გაკეთება. შეგიძლია ვიღაცა დააზიანო, რაღაცა დააზიანო, კანონი დაარღვიო და როგორც მათი განცხადებები ჩანს, ამის უფლება უნდა კონდეთ მათ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს ყოველ შემთხვევაში მე ასე წარმომიდგენია, გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების ხალხის წინაშე და რა თქმა უნდა, პირველები ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ვინც კანონს დაიცავს, წესრიგს დაიცავს და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში ხდება პირიქით. ყველაფერი თუ კი რაიმე სიბინძური არსებობს, აკეთებს ეს რადიკალური დაჯგუფება. კი ბატონო, ოპოზიცია, რომელიც EUTHOS დასკვნას არ ითვალისწინებს და ახლა არჩევნები, რომელიც უახლოვდება თვითმმართველობის, აი მათთან დღის წესრიგს როგორ შეაფასებთ და რას გადაწყვეტენ და როგორ გადაწყვეტილებად მიიღებენ? ხო, ნუ საერთოდ არ არის საინტერესო რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება, ხო? მათი დღის წესრიგი ვიცით. რასაც ეტყვიან, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. სულ რამდენიმე თვის წინ გახსოვთ მათი განცხადებები, პოზიციები. მე არაფერს არ ვაჭარბებ, პირდაპირ ამბობდნენ, რომ არაპირებდა არც ერთი არჩევნებში მიღებას, არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. დღეს უკვე პოზიციები შეცვლილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც უბრძანებენ, რასაც ეტყვიან, რა თქმა უნდა, იმას გააკეთებს. კი ბატონო, ევროპარლამენტმა ერთ ბოლო კითხვას, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს სიძულვილის ენის გავრცელებას და ითხოვს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების კრიმინალიზაციას. როდესაც ევროპარლამენტი ევროკავშირში სიძულვილის ენას უპირისპირდება, საქართველოში კი სიძულვილის ენის გავრცელებასა და რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს ეს ყველაფერი. არის თუ არა ორმაგი სტანდარტი ეს? კი, ეს ბევრი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ აღნიშნული ორმაგი სტანდარტის, რაზეც ვსაუბრობთ. იგივე თუნდაც კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, იგივე თუნდაც ეს რაც თქვენ აღნიშნეთ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული, ანუ ის რაც მათთან შეიძლება კანონიერებაში მოექცეს, სხვაგან წარმოადგენს პრობლემას, ანუ ჩვენც თუ იგივეს მოვითხოვთ, რომ არ იყოს სიზღვის კამპანია, არ იყოს სიძულვილის კამპანია, ერთმანეთის შეურაცხყოფა, იყოს ერთმანეთის პატივისცემა, ეს დანაშაულია თურმე და რეპრესიებად ფუთავენ ამ ყველაფერს. აი ეს არის ნამდვილი ორმაგი სტანდარტი და ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენ და მერე უკვირთ რატომ არის საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილი ევროკავშირის მიმართ. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ევროკავშირის არის თავიანთი გაზულუქებული ბიუროკრატები, რომლებიც ფულს იღებენ იმაში და ეს შენიღბულია ლობიზმად, ფულს იღებენ იმაში, რომ თეთრზე თქვან შავია. და ხალხი ახლა ყველაფერს ხედავს, ხო, დღეს ქვეყანაში ნებისმიერ ინფორმაცია არის ხელმისაწვდომობის სხვადასხვა არხებით, სხვადასხვა წყაროებით, ამიტომ ის კამპანია, რასაც საქართველოსთან მიმართებით ხედავთ ჩვენ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, უცხოეთიდან, ხალხის მიერ შესაბამისად იქნება შეფასებული. მე მინდა გითხოთ, როცა ნებისმიერი ინფორმაცია არის მისაღები სხვადასხვა არხიდან, ამ დროს დღეს მარეგულირებელ კომისიაში განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების წევრებმა უჩივლეს ტბ პირველს და ფორმულას გამოყენებული სიტყვების გამო. და როცა სიტყვების კონტროლი მიდის, ეს რატომ არის თქვენი ინტერესი? სიტყვების კონტროლი არა, ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. სხვათა შორის მეც მქონდა ერთი საჩივარი, რომელიც მოგიგეთ, რადგან ავრცელებდით სიცრუეს, თქვენი ტელევიზია ასოცირდება ტყუილთან, ასოცირდება სიცრუესთან, ასოცირდება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებასთან, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებასთან და ცუდია ეს. კარგის მომტანი არ არის პირველ რიგში თქვენთვის მერწმუნეთ. შესაბამისად, ურთმანეთის, რა თქმა უნდა, სიტყვებით მე თქვენ როდესაც საუბრობ, შინაარსში არ შემოვდივართ, უნდა იყოთ ზრდილობიანები, შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს
თქვენ როდესაც მოდიხართ ჩემთან ინტერვიუს ჩასაწერად, მე და თქვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, არასდროს არც თქვენ, არც მე თქვენს მიმართ შეურაცხყოფა არ მიგვეყენებია ერთმანეთს. ეს არის სწორი და ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა შეეხოს ყველას. რომელია შეურაცხყოფელი სიტყვა? აღარ შევალ დეტალებში. დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება საკრებულოს უდომაა 3 საათზე 62 მილიონით იზრდება, როგორც ვიცით, რას მოხმარდება ძირითადად? რაც შეეხება გაზრდილ ბიუჯეტს, თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიმართული იქნება სოციალურ პროგრამებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზული გამოწვევები, არსებობს პრობლემები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის. მე მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მართლაც თბილისის მოსახლეობა მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, გვენდობა რაც მთავარია და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს. მომდევნო 4 წელი კიდევ მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, ბევრი კარგი პროექტი გვაქვს დაგეგმილი და საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას.